იმისთვის რომ ბანალურები არ ვიყოთ, აღარ დავიწყებთ საუბარს იმაზე თუ როგორმა ნარჩევმა საზოგადოებამ მოიყარა თავი თბილისი Fashion Week-ის გახსნაზე. სამახსოვრო ფოტოები, ქართული ნაღები, ბიზნეს, შოუ ბიზნესი და შეხმატკბილებული წყვილები მედიასთან ერთად ადევნებდნენ თვალყურს იმ კოსტიუმებს, რომლებიც მომდევნო სეზონების განმავლობაში იქნება აქტუალური. ჩვენების დაწყებამდე ჩვენ ყაზახეთის Fashion Week-ის დამფუძნებელს, საიად დოსიბაევს თხოვეთ მიახლოებითი პროგნოზი გაეკეთებინა თბილისის მოდის კვირეულის წარმართვასთან დაკავშირებით. Ფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოდის კვირეული საუკეთესო იქნება, რადგან ჩვენთან არაერთმა ქართველმა დიზაინერმა წარადგინა საინტერესო კოლექციები. პირველი დღის გახსნის პატივი სიმონ მაჩაბელს ერგო. ის დიდი ხანია საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს და მისი შემოქმედება სცილდება მოდის სფეროს და საკუთარ ადგილს თეატრშიც იკავებს. ალბათ აქედან გამომდინარე იყო ისიც, რომ მისი ხაზი განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩეოდა. შემოდგომა ზამთარი დიზაინერმა ბეწველში, შალსა და ხავერდში გახვია. ჩვენება ჯეომოდელსის დამფუძნებელმა და კვირეულის ორგანიზატორმა. თაკო ჩხეიძემ გახსნა. მისი დახვეწილი გამოსვლა კოლექციის კარგი დასაწყისი იყო. ორგანიზაციული კუთხითაც პირველ დღეს დადებით შეფასებას მივცემდით. სპეციალურად რიგებისა და ნომრების მიხედვით გადანაწილებულმა მოსაწვევებმა დასხდომის პრობლემა მოხსნა. რაც შეეხება სიმონის კოლექციას, დიზაინერმა მომდევნო შემოდგომა ზამთარი შავსა და ღია ცისფერში შეფუთა. ფერების სიმცირე კი თარგზე აქტიური მუშაობით შეავსო. თბილისის მოდის კვირეული ჯობია და ალბათ გახდება თუ დიზაინერები იმუშავებენ და ორგანიზატორების მხრიდანაც იქნება იმხელა მხარდაჭერა და თავდადება, როგორც ამ შემთხვევაში. მაჩაბელის კოსტიუმებს სხვადასხვა სააგენტოებიდან შერჩეული გოგონები წარადგენდნენ. მათი ზოგიერთი კოსტიუმი რომელიღაცა ეგზოტიკურ ფრინველსაც მოგაგონებდათ, თუმცა საბოლოო ჯამში კოლექცია თავისი სტილიდან გამომდინარე პრეტაპორტულ ხაზს მიეკუთვნება. აბრეშუმი და ორგანზა და თვეზე სამკვირაში, პრინციპში რაღაცა საოცრად მოკლე ხანში. სამწუხაროდ გახსნას რობერტო კავალი გამოაკლდა, რომელიც ამავე დროს ბათუმში იმყოფებოდა. ბოლრომის შემდეგ სტუმრებმა სპეციალურად რედისონის წინაგებულ ტენტში გადაინაცვლეს და უკვე აქ განაგრძეს ატელიე 1000, ანუ იკა ბობოხიძისა და თეონა თავართქილაძის კოლექციების თვალიერება. აღსანიშნავია, რომ სამოსი, რომელიც ცნობილმა და ბრენდად ქცეულმა დუეტმა წარმოადგინა, მალევე გამოჩნდება თბილისის ქუჩებში, რადგან მაჩაბელის ექსცენტრული ელემენტებისა და ყვავილებისგან განსხვავებით, აქ უფრო კარგად იყო დანახული თანამედროვე ქართველი ქალი. ძალიან მომეწონა და ძალიან მიხარია, რომ ესეთი ნიჭიერი დიზაინერები გვყავს საქართველოში. ელეგანტური და კომფორტული მინი ხელჩანთები, მდოგვისფერის, ცისფერის, ნაცრისფერისა და შავის კომბინაციების შერწყმა კარგი გამოვიდა. იკასა და თეონას დანახული ქალბატონი ახალგაზრდულია, კარგად იცის საკუთარი თავისფასი და ამავდროულად არ კარგავს უნარს, ქალურობის პარალელურად ყოველთვის ახალგაზრდა გოგონად დარჩეს. საღამოს ერთიორად მოდელების თავებზე აგებული თმის კონსტრუქცია ალამაზებდა. კოლექციაში ასევე შეამჩნევდით თბილისობას ჩატარებული Fashion Week-ის საპრეზენტაციო პროექტის ზეგავლენასაც. ატელიე 10A არ კარგავს ჩვეულ სტილს და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, აქვს შანსი ქართველი ქალის, ერთდროულად მოკრძალებული და არარისკიანი, თუმცა ამავდროულად შარმიანი და მგზნებარე იმიჯი საზღვრებს გარეთ გაიტანოს. Fashion Week-ის პირველი დღე დასრულდა. ვნახოთ, რა შემოგთავაზებენ დიზაინერები მომდევნო ჩვენებების განმავლობაში.